მე ლილი დაუსი ვარ, ეს კი ჩვენი გადაცემა მოგზაურობაზე. მე კატარში მაქვს სათავო ოფისი, საიდანაც მთელ მსოფლიოში მოგზაურობ ისეთი საოცარი ადგილების აღმოსაჩენად, რომლებიც უხვად გთავაზობს კულტურას, ფუფუნებასა და თავგადასავალს. გზად უხვდები ახალ ხალხს, სინჯავ ახალ გემოებს და სადაც კი მივდივარ, ყველგან ვიღებ წარუშლელ თავბეჭდილებებს. დღეს კატარიდან ჩინეთის სამხრეთ სანაპიროსკენ მივემგზავრები ქალაქში, რომელიც სავსეა ხალისით, მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით და რომელსაც ირგვლივ ულამაზესი მწვერვალები არტყია. ლეჰო, მოგესალმებით ჰონკონგიდან. დღევანდელ ეპიზოდში გავარკვევ თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს ასე ჰარმონიულად საუკუნოვანი ტრადიციები და თანამედროვე ქალაქის ცათამბჯენების არქიტექტურა და რა საიდუმლო იმალება ამ ქალაქის ყოველკუთხე კუნჭულში. ჩემს თავგადასავალს ჰონკონგში ადგილობრივ გიდთან შეხვედრით ვიწყებ, რათა უფრო მეტი გავიგო ამ ქალაქის ისტორიისა და კულტურის შესახებ. დღეს გაჩვენებთ ტაძარს, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას და რომელსაც მანმოუს ტაძარი ეწოდება. მანმოუს ტაძარი ჰონკონგის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სალოცავია და ლიტერატურისა და ომის ღმერთების სადიდებლად დაიგო. ტაძარი მე-19 საუკუნის შუა ხანებში ააშენეს და უკვე დაახლოებით 200 წელია რაც აქ დგას. ტრადიციულად აქ მოსული მომლოცველები ოქროს ფირფიტას აკრავენ ირმის ქანდაკებას. ირმის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მიკრულ ფირფიტას ადამიანის ცხოვრების განსხვავებულ სფეროში მოაქვს წარმატება. თუ სახეზე დააკრავ ფირფიტას, ეს ნიშნავს, რომ სამსახურში გექნება წარმატება. ეს უძველესი რიტუალი აქ საუკუნეების განმავლობაში სრულდებოდა და ახლაც ტაძრის განუყოფელი ნაწილია. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია სანთლები და საკმაველიც, როგორც ლოცვისა და ღვთის მოშიშობის სიმბოლო. როდესაც ღმერთს ვევედრებით, როგორც წესი, სამ პატარა სანთელს ვანთებთ. ერთს ღმერთის სახელს და მეორეს ადამიანისა და მესამეს საიქიოსი. ეს ტაძარი იყო შეხვედრების ადგილით, სადაც ადგილობრივი დავები წყდებოდა. დღესდღეობით აქაურობას იცავენ როგორც ჰონკონგის ისტორიის ნაწილს. აქედან ქალაქის საქმიანობაში მივდივართ, რომელიც სავსეა ფერადი ქუჩებითა და დიდი ხეებით. ეს უზარმაზარი ფესვები ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. ბანანის ხეს, რომელსაც ასეთი ხშირი ფესვები აქვს, სპეციალურად ვდგავთ, რათა ფერდობი არ ჩამოიშალოს. ამიტომ ჰონკონგში არ არის მეწყრის საშიშროება. ახლა კი დრო ადგილობრივი სამზარეულოც გავსინჯოთ. ამიტომ მახლობლად მდებარე კაფესკენ გავემართეთ, სადაც რამდენიმე ცნობილი სასუსნავი უნდა მივირთვათ. ჰონკონგურ ფრანგული გახუხული პური კლასიკურ რძიან ჩაისთან ერთად გეახელით. ბოლოს კი თბილი ხრაშუნა ანანასის ფუნთუშა დავაყოლეთ. ამ ხრაშუნა ფუნთუშას ანანასის მხოლოდ სახელი აქვს. სინამდვილეში ანანასი საერთოდ არ ურევია. შეიძლება ანანასი არ ურევია, მაგრამ ძალიან გემრიელია. ჰონკონგი სავსეა ციცაბო ფერდობებითა და გზებით, მაგრამ აქ არის ასევე მსოფლიოში ყველაზე გრძელი ესკალატორი, რომელიც 800 მეტრის სიგრძის ადრეში ათასობით ადამიანს ემსახურება. ჰონკონგში ძალიან ბევრი რამ არის სანახავი, ამიტომ გორაკზე ასასვლელად აუცილებელია ძალიან სწრაფი ტრანსპორტით ახვიდე, ფეხები რომ დაზოგო. გზის ბოლოს კოლონიალური ეპოქის შენობები დგას, რომლებშიც ერთ დროს იყო პოლიცია, სადგური, სასამართლო და ციხე. ახლა ეს შენობები კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ეს შენობები შევინარჩუნეთ და ახლა იქ მაღაზიები და რესტორნებია. ეს შესანიშნავი ადგილია, სადაც შეგვიძლია ერთმანეთს დავემშვიდობოთ. მე კი ამ ენერგიულ ქალაქში კიდევ ბევრი რამ უნდა დავათვალიერო. ჰონკონგი ერთ-ერთი ისეთი იშვიათი ქალაქია, რომელშიც ბუნება და ცათამბჯენების შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს. ამას ყველაზე უკეთ ვიქტორიას პიკზე მიხვდებით. უნდა შევხვდე ბრიტანელ ემიგრანტს, რომელიც წლებია ამ ქალაქში ცხოვრობს და იცის, როგორ ჯობია ამ მთაზე ასვლა. დღეს აუცილებლად უნდა აგიყვანო ვიქტორია პიკზე. ყველაზე სწრაფი გზით ავალთ ფუნიკულიორის ტრამვაით. ვიქტორია პიკის ტრამვაი 1888 წლიდან დადის მთის ფერდობზე, რაც საუკუნეზე მეტია. იგი დღესაც ტურისტების საყვარელი ტრანსპორტია. ტრამვაიში ჩავსხედით და მთის წვერისკენ დავიძარით. გზად ძალიან ლამაზი ხედები იშლება და ეს გზა მსოფლიოში ტრამვაის ერთ-ერთ ყველაზე ციცაბო გზად ითვლება. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ქალაქის სიღრმიდან მაღლა მიფრინა. საოცარია, გასაგებია, რატომაც უნდა ამდენ ხალხს აქ მოსვლა და ამ შთაბეჭდილების მიღება. უკეთესი ხედი რომ ვნახოთ, ქალაქის თავზე განთავსებულ პლატფორმაზე ავდივართ. აქედან ცათამბჯენების გასაოცარი ხედი იშლება, მიუხედავად იმისა, რომ ცა ცოტათი დანისლულია.
ჰონგ-კონგი, რა თქმა უნდა, ცათამბჯენებით არის ცნობილი. ეს მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია ჯერჯერობით. აქ 3000-ზე მეტი ცათამბჯენია. თას გარს საფეხმავლო ბილიკები არტყია, მათ შორის ცნობილი პიკის წრიული გზა. ეს მარშრუტები ძალიან უყვართ ოჯახებს, ლაშქრობის მოყვარულებსა და ძაღლების პატრონებს. ეს ძალიან ლამაზი და მშვიდი ბუნებრივი ბილიკია, რომლითაც მთის წვერზე შეგიძლია ახვიდე. ჰონგ-კონგის თავზე ასეთი ბილიკით ასვლა განუმეორებელი განცდა იყო. აქედან ყოველ ფეხის ნაბიჯზე გასაოცარი ხედი იშლება. ჩვენი გზა ამ გადმოსახედზე დავასრულეთ, საიდანაც ქალაქი შესანიშნავად ჩანს. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მართლაც საოცარი დრო გავატარეთ. თვალწარმტაცი ხედებია. მეც შესანიშნავი დრო გავატარე, ეს ჩემი საყვარელი ადგილია ჰონგ-კონგში, სადაც ხალხი მომყავს. მართლაც კარგია, უკვე დავისვენე და მზად ვარ ქალაქის ხმაურს დავუბრუნდე. ქალაქის ცათამბჯენების ჰორიზონტი კარგად რომ ნახო, ისტორიული სტარ ბორნით შეგიძლია იმგზავრო. ეს ბორანი 1898 წელს ამოქმედდა და იმით არის ცნობილი, რომ მისი ბილეთი ყველაზე იაფია და აქედან ვიქტორიას ნავსადგურის ულამაზესი ხედი ჩანს. გამარჯობა ლილი, მე კაიანი ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰონგ-კონგში. დღეს ვარსკვლავიანი ბორნით გადავალთ ვიქტორიას ნავსადგურის მეორე მხარეს. უკვე 138 წელია, რაც ვიქტორიას ნავსადგურის მეორე მხარის გადასასვლელად ხალხი ბორანს იყენებს, რადგან ტრანსპორტის სხვა სახეობის არჩევანი აქ არ არის. ბორანზე ჰონგ-კონგის კუნძულზე ავედით და ტკბებით ცათამბჯენების ხედით, რომელიც ბორნიდან კარგად ჩანს. მას შემდეგ, რაც ბორანი პირველად ამოძრავდა, ქალაქში უამრავი რამ შეიცვალა. ბორანი კი ისე გამოიყურება როგორც ადრე. ძალიან მომწონს ის კონტრასტი, რომელიც ჰონგ-კონგში შეიმჩნევა. აქ ცხოვრების საკმაოდ სწრაფი რიტმია. მართლაც ასეა. ერთ მხარეს ანტიკური ფესვებია და მერე უცებ სრულიად სხვა მშვიდ გარემოში ხვდები. დიახ, თანაც ეს შუა ქალაქში ხდება. ბორნიდან რომ ჩამოვედი, კონტინენტური უბნისკენ გავემართეთ, რომელიც კოულუნის სახელით არის ცნობილი. ერთ დროს აქ სხვა ქალაქი იყო, მაგრამ მოგვიანებით ჰონგ-კონგ შეუერთდა. ახლა ყვავილების ცნობილ ბაზარში შევედით. ეს ადგილი სავსეა ფუსფუსით, ფერებით, თესლეულითა და ქოთნის მცენარეებით. მაინც როგორ უნდა შეიტანო ბუნება ერთი ციცქნა ბინის დახურულ სივრცეში. ქოთნის მცენარეები და ყვავილები ამის საუკეთესო გზაა. ყვავილებით აღტაცების შემდეგ ქუჩაში წასახემსებლად შევჩერდით. ადგილობრივი ხემსი უნდა გავსინჯოთ. აი ეს არის ჰონგ-კონგის ორთქლში მოხარშული ბრინჯის ხვეულები, რომელსაც ჩუნგ ფანს ვუწოდებთ ჩვენს ენაზე. რეალურად ეს უბრალოდ ორთქლზე მომზადებული ბრინჯის ხვეულებია. ეს ხვეულები შეგიძლია მიირთვა ცალკეც და სხვადასხვანაირი გულსართითაც. აქ უამრავი გემო იგრძნობა. ერთი შეხედვით თითქოს ბევრ გემოს არ უნდა შეიცავდეს, მაგრამ ასე არ არის. დამშვიდობებამდე ორთქლში მოხარშული პელმენი და თევზის ბურთულებიანი კარიც გავსინჯეთ. ორივე ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად აშკარად პელმენი მომეწონა. შესანიშნავი ხემსი გამომივიდა, სანამ ტაქსიში ჩავჯდებოდი და სასტუმროში დავბრუნდებოდი. ჰონგ-კონგში დასარჩენად ძალიან ცნობილი სასტუმრო შევარჩიე, რომლის ინტერიერიც ვარსკვლავის ბორნით არის შთაგონებული. ამ გზით ფლემინგის სასტუმრომ ქალაქის ისტორიული ბორნის მემკვიდრეობას მიაგო პატივი. დილა მშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფლემინგის ბორტზე. დიდი მადლობა, ძალიან მიხარია ჰონგ-კონგში რომ ვარ. ეს სასტუმრო ქალაქის ცნობილ უბანში, ვანჩაიში მდებარეობს. იდეალური ადგილია ქალაქის ცენტრის დასათვალიერებლად. ოთახები სავსეა ბორნის ინტერიერისთვის დამახასიათებელი დეტალებით. ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს ძალიან მდიდრულ ორთქლის ძრავიან გემზე ხარ. რეტრო სტილი სასტუმროს სასადილოშიც იგრძნობა. ძალიან კარგი ადგილია იმისთვის, რომ დაისვენო, სანამ ქალაქის დასათვალიერებლად წახვალ. ჰონგ-კონგში ცათამბჯენებზე ბევრად მეტია სანახავი და ამ განსხვავებული მხარის აღმოსაჩინად ახლა ამ რეგიონის ყველაზე დიდი კუნძულისკენ მივდივარ. ქალაქს როგორც კი გასცდები, რიტმიც იცვლება. ეს ლანტაუს კუნძულია, სადაც ზღვა, მთები და სულიერება ერთმანეთს ერწყმის. ეს კუნძული ბუნებაში ყოფნის მოყვარულებისთვის ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მთაში მიხვალ მოხულ გზებზე ველოსიპედით სიარული მოსწონს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰონგ-კონგის თავგადასავლების დედაქალაქში. დღეს ველოსიპედით ვივლით. ველოსიპედით რთულ გზებზე პირველად გავდივარ და ნამდვილად მჭირდება რამდენიმე რჩევა, სანამ გზას გავუდგები. როდესაც ამ გორაკისკენ წახვალ, პედალი მისი წვერის მიმართულებით ატრიალე. რაც უფრო მეტხანს მივდივარ ველოსიპედით, სულ უფრო უკეთ ვგრძნობ რიტმს და მეტად მომწონს ეს გასვლა. საოცრად თვალწარმტაცი ბუნებაა და ბილიკს რომ მივუყვები, თანდათან ვგრძნობ თუ რა სიმშვიდეა კუნძულ ლანტაუზე.
ველოსიპედით სეირნობის შემდეგ უფრო ღრმად შევიდი კუნძულზე და მეთევზე და ისტორიული სოფლისკენ გავემართე. სოფელი ტაიო, რომელსაც ჰონგ-კონგის ვენეციას უწოდებენ, ცნობილია ბოძკინტებზე შემდგარი სახლებით, მდორე არხებითა და ადგილობრივი დელიკატესებით. მე აქაურ გიდს უნდა შევხვდე, რომელმაც კარგად იცის ეს სოფელი. აიქ თევზის ბურთულებია, გვერდით კრევეტების ჟღირებია, ყველაფერი აქ, ტაიოშია მომზადებული. ჩემი აზრით, ნამდვილად ღირს გასინჯვა. ჰონგ-კონგში მეთევზეთა ყველაზე ძველი სოფელი ახლა არის ტაიო. აქ ნამდვილად ღირს შეჩერება, სანამ ჩემი მარშრუტის ბოლო პუნქტისკენ წავალ. ესე იგი, ჩვენ ახლა დიდი ბუდას გვერდით ვდგავართ. დიახ, ეს მჯდომარე ბუდას მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკებაა. ხმერთო ეს მართლაც მაღალი ყოფილა და მაინც რამდენი საფეხური უნდა ავიაროთ? სულ დაახლოებით 268 საფეხურია. ეს 34 მეტრის სიმაღლის ქანდაკება 1993 წელს დაასრულეს და იგი ჰონგ-კონგის სიმბოლოდ იქცა. როდესაც ქანდაკების თავში ავედით, იგი მთელი თავისი სილამაზით დავინახეთ. ეს მჯდომარე ბუდას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრინჯაოს ქანდაკებაა. უბრალოდ დაუჯერებელია, რომ შეგიძლია ამხელა ქანდაკება მთლიანად დაინახო და თანაქედან კუნძულ ლანტაუს საოცარი ხედებით დადგმო. ეს მართლაც უნიკალური რამ არის. It really is something very unique. შემდეგი გაჩერება პოლინის მონასტერია. ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძარი. ეს მონასტერი ბუდისტური კულტურისა და არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია. ტაძრის კედლებზე გამოკვეთილი ქვის ფიგურები და ხის ჩუქურთმები მართლაც შთამბეჭდავია. და რა კი ჰონგ-კონგში ჩემი ყოფნის დრო იწურება, დროა დავემშვიდობო ჩემს ახალ მეგობრებს და ბოლოს ანახაობისკენ გავწიო. ეს საბაგირო გზა ჰონგ-კონგში ტურისტების ყველაზე საყვარელი ადგილია. ეს თითქმის 6 კილომეტრის სიგრძის საბაგირო კუნძულების მთებისა და ტყეების თავზე გადადის. აქ იმდენი რამ გადამხდა თავს, რომ ეს ბოლო თავგადასავალი ალბათ ჩემი მოგზაურობის საუკეთესო დასასრულია. ჰონგ-კონგი არის ქალაქი, რომელიც არასდროს ისვენებს. ეს არის ადგილი, სადაც ტრადიცია და ამბიცია ერთ წერტილში იკვეთება. მართლაც დაუჯერებელი დრო გავატარე აქ. ბუნებაშიც ვიმოგზაურე და ქალაქშიც, მაგრამ ახლა ჩემი შემდეგი თავგადასავლის დროა. But now, time for my next adventure.